ორგანიზაციის მხრიდან მიმართ არაერთი დეზინფორმაციული კამპანიის პირობებში გვიწევდა მუშაობა. ჩვენ ხვდებოდა ეგრეთ წოდებული ჭრილოვანი ანგარიშები, ჩვენ ხვდებოდა გარკვეული პოლიტიკოსების განცხადებები, რომ თითქოს ანტიკორუფციული ბიურო იყო რაღაცა ზედაპირულად შექმნილი უწყება, რომ მოჩვენებითად, ესე ვთქვათ, ვასრულებდით რაღაცა სახის ვალდებულებას. ნამდვილად არ არის ეს, იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობით ჩვენ ნამდვილად დავამტკიცეთ, რომ ძლიერი პრევენციული მექანიზმი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ვებრძოლოთ კორუფციას, ეს არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და მისი გამჭვირვალობას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს დეკლარაციების კუთხით, თუმცა აქაც ჩვენ როცა 2023 წლის სექტემბრიდან გადმოვიდა ჩვენთან მანდატი, ჩვენ სიტუაციური ანალიზის შედეგად დავასკვენით, რომ არ არსებობდა მექანიზმი იმ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის და შემოწმების საკანონმდებლო ცვლილებით ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაცია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით